GCC-ს ქვეყნები საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კატარი, ქუვეითი და გაერთიანებული საამიროები იძულებულნი გახდებიან ირანს დიდი რაოდენობით თანხები გადაუხადონ, რადგან მათი ნავთობი ჰორმუზის სრუტის გავლით გადის. სრუტეს კი ირანი აკონტროლებს. მსოფლიოს ნავთობის 20% სწორედ ამ გზით გადის, თუმცა ამის სანაცვლოდ ისინი საკვებს მიიღებენ. GCC-ს ქვეყნები საკვების დაახლოებით 80-90%-ის იმპორტს ახორციელებენ. აქედან გამომდინარე გრავიტაციის ცენტრი პეტროდოლარის სისტემიდან გადაინაცვლებს იმ სისტემაზე, რომელსაც ირანი დაუჭერს მხარს. ეს შეიძლება იყოს ბრიქსი, შეიძლება იყოს ოქროს სისტემა, ნებისმიერი რამ. ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკის ეკონომიკა პონცის სქემის მსგავსია. ის დამოკიდებულია GCC-ს ქვეყნების მიერ ინვესტიციების განხორციელებაზე, ხელოვნური ინტელექტის განვითარების სფეროსა და ტექნოლოგიური კომპანიების აქციებში. ასე ფინანსდება ამერიკის ეკონომიკა. თუ ეს პროცესი შეჩერდება, ამერიკის ეკონომიკა შესაძლოა ჩამოიშალოს. ეს კი თავის მხრივ გამოიწვევს იმას, რომ ახალგაზრდა ამერიკელები ვეღარ შეძლებენ OnlyFans-ის გამოწერას, რაც რევოლუციურ პროცესებს განაპირობებს ქუჩებში. ასე რომ ამერიკის კრახი ახლო აღმოსავლეთში სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.